ჩვენ წინა ვიდეოში განვიხილოთ მოთხოვნის წერილის გაგზავნის პირობები და განვიხილოთ ასევე სხვა დეტალები. ხშირად მხარეებს შორის რეალური უთანხმოება არსებობს იმაზე, თუ როდის უნდა მომხდარიყო გადახდა. ასეთ შემთხვევებში სწორია, ჯერ იურიდიული მდგომარეობა გაიყვეს, სანამ საკითხი გამწვავდება. აქ უკვე ლოლექს შეუძლია დაგეხმაროთ ჩვენ იურისტების სწრაფად და ეფექტურად დაადგენენ გექნებათ თუ არა სამართლებრივი საფუძველი მოთხოვნისათვის. დაზარალდება ურთიერთობა კლიენტთან. ბიზნესის მფლობელების ხშირი შიში არის ეს და მოთხოვნის წერილი ხომალ გააფუჭებს ურთიერთობას კლიენტთან. ეს სავსებით სამართლიანი კითხვა, მაგრამ დაფიქრდით, ნამდვილად ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება კლიენტთან, რომელიც გადახდაზე უარს ამბობს და გვიწევს უკვე ამ წერილის გაგზავნა. დაიცავით თქვენი ბიზნესი და ფინანსური უსაფრთხოება. სტანდარტული ვადები არის გადახდისთვის 30, 60 და 90 დღე. ბიზნესების უმრავლესობა მოქმედებს გარკვეული განრიგით. მოთხოვნის წერილს აგზავნიან 30, 60 ან 90 დღის შემდეგ. მას შემდეგ, რაც გადახდა overdue გახდება, ლოლექსში ჩვენი რეკომენდაცია არის პირველი ოფიციალური წერილი აუცილებლად გააგზავნეთ 30 დღეში. თუ ვერ მიიღეთ დამაკმაყოფილებელი პასუხი, რა თქმა უნდა, უკვე სხვა სამართლებრივ გზებს მიმართავთ. გსურთ დავალიანების ამოღების პროცესში სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ, აუცილებლად დაგვიკავშირდეთ ლოლექსში, ჩვენი სპეციალისტები მზად არიან დაგეხმარონ და იფიქრონ თავდაჯერებულად და იმოქმედონ პროფესიონალურად.